ამერიკის კონგრესის ეკონომიკური კომიტეტის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშების თანახმად დონალდ ტრამპის მიერ დაწესებულმა სავაჭრო სატარიფო პოლიტიკამ 2025 წელს თითოეული ამერიკული ოჯახი საშუალოდ $1000-დან $1200-მდე აზარალა. დემოკრატების მიერ მომზადებული ეს დოკუმენტი ხაზინის დეპარტამენტის მონაცემებსა და Goldman Sachs-ის ეკონომიკურ მოდელებს ეყრდნობა, რომელიც ადასტურებს, რომ იმპორტზე დაწესებული გადასახადების ძირითადი ტვირთი არა უცხოელ ექსპორტიარებზე, არამედ ამერიკელ მომხმარებლებზე გადავიდა. ანგარიშის მიხედვით 2025 წლის თებერვლიდან ნოემბრამდე პერიოდში ამერიკელმა მომხმარებელმა გაზრდილი ფაცების სახით ჯამში $159 მილიარდი გადაიხადეს. კვლევითი ჯგუფები, მათ შორის EL Budget Lab, კიდევ უფრო საგანგაშო პროგნოზს აკეთებს და აცხადებს, რომ თუ ტარიფების მოქმედება გაგრძელდება, 2026 წლისთვის დანაკარგი ერთ საშუალო ოჯახზე შესაძლოა $2400-მდე გაიზარდოს. ექსპერტები აღნიშნავენ, რომ ეს პოლიტიკა განსაკუთრებით მძიმედ აწვება დაბალშემოსავლიან ოჯახებს, რადგან ტარიფების წინახი ძირითადად პირველადი მოხმარების საგნებს, ტანსაცმელსა და ელექტრონიკას შეეხო. პრეზიდენტის ადმინისტრაციამ კრიტიკას ოფიციალური განცხადებით უპასუხა, როგორც თეთრი სახლის სპიკერმა აღნიშნა, ტარიფების პოლიტიკამ ქვეყანაში ტრილიონობით $-ის ინვესტიცია მოიზიდა და ხელი შეუწყო წარმოების სამშობლოში დაბრუნებას, რაც ამ დანაკარგებს აბალანსებს. ამერიკულმა ტექნოლოგიურმა გიგანტმა Google-მა $20 მილიარდი ღირებულების ახალი ვალი აიღო. ობლიგაცია ასწლიანია, ეს არის პირველი შემთხვევა 1997 წლის შემდეგ, როდესაც ტექნოლოგიურმა კომპანიამ ასეთი ხანგრძლივი ვადით ისესხა ფული, აქამდე მსგავსი გადაწყვეტილება Motorola-ს ჰქონდა მიღებული. ასწლიანი ობლიგაცია არის უკიდურესად ხანგრძლივი ფინანსური ინსტრუმენტი, რომლის ძირთანხას კომპანია მხოლოდ 2026 წელს დააბრუნებს. აქამდე ასეთ ვალს მხოლოდ სახელმწიფოები ან ძალიან სტაბილური ინსტიტუტები იღებდნენ. აღსანიშნავია, რომ ინვესტორების მხრიდან ამ ობლიგაციაზე უზარმაზარი მოთხოვნა დაფიქსირდა და შეკვეთა $100 მილიარდ გადააჭარბა. ბრიტანულმა ენერგეტიკულმა გიგანტმა BP-მ 2025 წლის მეოთხე კვარტლის და მთლიანი წლის ფინანსური ანგარიში გამოაქვეყნა, საიდანაც ერკვევა, რომ მოგებამ $2.2 მილიარდი შეადგინა, რაც ნავთობისა და გაზის გაიაფებითა და გადამუშავების მარჟების შემცირებითაა განპირობებული. ამ ფონზე BP-მ სტრატეგიული ფოკუსი ხარჯების მაქსიმალურ დაზოგვაზე გადაიტანა. ფინანსური ანგარიშის თანახმად BP-ს ვალი $24.3 მილიარდ-მდე გაიზარდა, რაც ხელმძღვანელობას აიძულებს პრიორიტეტი ბალანსის გაჯანსაღებასა და დივიდენდების სტაბილურობას მიანიჭოს. კომპანიამ ოფიციალურად შეაჩერა აქციების გამოსყიდვა, რაც ბოლო წლების განმავლობაში აქციონერებისთვის სარგებლის მიღების ერთ-ერთი მთავარი წყარო იყო. გამაგრილებელი სასმელების მწარმოებელმა ამერიკულმა კომპანიაზე Coca-Cola კომპანიამ 2025 წლის მეოთხე კვარტალის ფინანსური შედეგები გამოაქვეყნა. საანგარიშო პერიოდში გაყიდვებიდან მიღებულმა შემოსავალმა $11.82 მილიარდი შეადგინა, რაც 210 მილიონით ჩამორჩება Wall Street-ის ანალიტიკოსების მოლოდინებს, თუმცა აღემატება გასული წლის ანალოგიურ პერიოდში დაფიქსირებულ მაჩვენებელს. გაიზარდა წმინდა მოგებაც და 2025 წლის ბოლო სამ თვეში $2.27 მილიარდი შეადგინა. ამ ფონზე ინვესტორებისთვის ერთ აქციაზე გასაცემი დივიდენდების მოცულობა $0.58 განიცაზღვრა, რაც 0.2 ცენტით აჭარბებს ექსპერტების პროგნოზებს. ბოლო კვარტალის შეფასებასთან ერთად Coca-Cola კომპანიამ ფისკალური 2025 წელი შეაჯამა. ბოლო 12 თვის განმავლობაში მან შემოსავლის სახით $47.9 მილიარდი მიიღო, თითოეულ ინვესტორზე კი დივიდენდის სახით აქციაზე $3.04 გაიცა. ამ შედეგით კომპანიამ გასულ წელთან შედარებით 23%-იანი ზრდა დააფიქსირა. წლის განმავლობაში კაპიტალურმა დანახარჯებმა $2.1 მილიარდი შეადგინა, რაც ფისკალურ 2024 წელთან შედარებით 2%-იანი მატებაა და განპირობებულია სხვადასხვა ბიზნეს მიმართულებაში რეინვესტირების ზრდით. კომპანია ელის, რომ ფისკალურ 2026 წელს ორგანული შემოსავალი 4-5%-ით გაიზრდება. ამჟამად Coca-Cola კომპანიის ერთი აქციის ღირებულება $77.97-ია, კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია კი $335.40 მილიარდი. საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი გამოდის ინიციატივით, რომ ევროკავშირის წევრმა სახელმწიფოებმა დიდი რაოდენობის ევრობონდები გამოუშვან, რათა სტრატეგიული სექტორების განვითარება შეძლონ და კონტინენტი კვლავ გლობალურ ძალად აქციონ. ეს ინიციატივა მაკრონმა 6 სხვადასხვა მედია საშუალებისთვის მიცემულ ინტერვიუში გააჟღერა. მისი მტკიცებით აღნიშნული ნაბიჯი დღეს აბსოლუტური ეკონომიკური აუცილებლობაა, რადგან ამერიკიდან და ჩინეთიდან მომავალი მზარდი საფრთხეების წინაშე ევროკავშირმა თავის დაცვა და საკუთარი ინტერესების გატარება უნდა შეძლოს. მაკრონი მიიჩნევს, რომ მაშინ როცა გლობალური ბაზარი ამერიკული დოლარის მიმართ ნდობას კარგავს, ევროპულმა ლიდერებმა შესაძლებლობით უნდა ისარგებლონ და ინვესტორები თავისი სტაბილური ვალუტით დააინტერესონ. როგორც მაკრონი ამბობს, ევრობონდების გამოშვების შედეგად მიღებული თანხები ევროკავშირმა 6 საკვანძო ტექნოლოგიური მიმართულებით განვითარებას უნდა მოახმაროს, მათ შორისაა ხელოვნური ინტელექტი, კვანტური გამოთვლითი შესაძლებლობები, კოსმოსის ათვისება, ნახევარგამტარების ინდუსტრია, რობოტექნიკა და თავდაცვა.
ევროპული საგადახდო ინიციატივის აღმასრულებელმა დირექტორმა მარტინა ვაიმერტმა ევროპის ფინანსურ სუვერენიტეტთან დაკავშირებით კრიტიკული განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ კონტინენტს სასწრაფოდ სჭირდება ვიზასა და მასტერკარდის ალტერნატივა. მისი განმარტებით ევროპა ზედმეტად არის დამოკიდებული ამერიკულ საგადახდო გიგანტებზე, რაც მას გეოპოლიტიკურად მოწყვლად ხდის, განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც ტრანსატლანტიკური ურთიერთობები შეიძლება შეიცვალოს. ვაიმერტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ევროპის ცენტრალური ბანკის მიერ დაგეგმილი ციფრული ევროს პროექტი შესაძლოა ძალიან გვიან გამოჩნდეს, ამიტომ კერძო სექტორმა უფრო სწრაფად უნდა იმოქმედოს ერთიანი ევროპული სისტემის შესაქმნელად. ამ არგუმენტს განსაკუთრებით ამყარებს ის ფაქტი, რომ ECB ჯერ ციფრული ევროს პროექტს საპილოტე პროგრამის ჩასაშვებადაც არ არის მზად. ვაიმერტის თქმით, ევროზონაში საბანკო ბარათებით განხორციელებული ტრანზაქციების თითქმის 2/3 ამერიკულ ქსელებზე მოდის, ხოლო ევროკავშირის 13 ქვეყანას საერთოდ არ გააჩნია საკუთარი ეროვნული საგადახდო სისტემა. მისი აზრით, თუ ევროპა საკუთარ ინფრასტრუქტურას არ განავითარებს, ის სამუდამოდ დარჩება სხვა ქვეყნების ტექნოლოგიურ და პოლიტიკურ გადაწყვეტილებებზე დამოკიდებული, რაც გრძელვადიან პერსპექტივაში ევროპული ბიზნესის კონკურენტუნარიანობას დააზიანებს და კონტინენტის განვითარებას შეაფერხებს. საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველმა დირექტორმა კრისტალინა გეორგიევამ გლობალურ ფინანსურ სისტემაში ამერიკული დოლარის სტატუსთან დაკავშირებით ოპტიმისტური პროგნოზი გააკეთა. მისი განცხადებით, მიუხედავად მზარდი გეოპოლიტიკური დაძაბულობისა და დედოლარიზაციის შესახებ გააქტიურებული დისკუსიებისა, IMF-ის ხელმძღვანელი უახლოეს მომავალში დოლარის როგორც წამყვანი სარეზერვო ვალუტის როლის ცვლილებას არ ელოდება. როგორც გეორგიევამ აღნიშნა, დოლარის ჰეგემონია ამერიკის ეკონომიკურ სიძლიერეს, Wall Street, სილიკონის ველს, სამხედრო სიძლიერესა და ინსტიტუციურ ნდობას ეფუძნება. მისი თქმით, სანამ მსოფლიოში არ გამოჩნდება სხვა ვალუტა, რომელიც მსგავსი მასშტაბის სტაბილურობასა და გამჭვირვალობას შესთავაზებს ინვესტორებს, დოლარი ისევ უცვლელად დარჩება გლობალური ვაჭრობისა და ფინანსების მთავარ საყრდენად. გეორგიევამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამჟამად გლობალური ცენტრალური ბანკები რეზერვების თითქმის 60% ისევ დოლარშია ნომინირებული, რაც 10-ჯერ აღემატება მის უახლოეს კონკურენტებს. IMF-ის ხელმძღვანელის აზრით, მთავარი ფაქტორი, რომელმაც შეიძლება დოლარის პოზიციები შეარყიოს, თავად ამერიკის შიდა ფისკალური პოლიტიკა და სახელმწიფო ვალის მართვის რისკებია და არაგარე კონკურენცია. იაპონური საფონდო ბირჟა მკვეთრ აღმასვლას განაგრძობს. მიმდინარე კვირას ფლაგმანურმა ნიკეის ინდექსმა ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია. ერთ წლიან პერიოდში ზრდის მაჩვენებელი 49%-ია, ბოლო 6 თვეში კი ინდექსის მოცულობა 35%-ით გაიზარდა. ამომავალი მზის ქვეყნით ინვესტორების დაინტერესება პრემიერ-მინისტრად სანაე ტაკაიჩის არჩევით და ბოლოს გამართულ საპარლამენტო არჩევნებში მისი პარტიის მიერ საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვებით არის განპირობებული. ინვესტორების შეფასებით, ტაკაიჩი იაპონიაში არსებულ პოლიტიკურ კრიზისს დაასრულებს და ქვეყანას მდგრადად განვითარების საშუალებას მისცემს. ამასთან ინვესტორებს განსაკუთრებით მოსწონთ იაპონიის ცენტრალური ბანკის მხრიდან მონეტარული პოლიტიკის ცვლილება და ტაკაიჩის კაბინეტის მიერ დაანონსებული ცვლილებები. ინდური მედიის ინფორმაციით, ოფიციალური ნიუ-დელი აქტიურ მოლაპარაკებებშია ბრაზილიასთან, კანადასთან, საფრანგეთთან და ნიდერლანდებთან, რათა კრიტიკულად მნიშვნელოვანი მინერალების, მათ შორის ლითიუმისა და სხვა მეტალების მოპოვებაზე ერთობლივი მუშაობა დაიწყოს. არსებული ინფორმაციით, ამ მოლაპარაკებებს ინდოეთის სამთო-მოპოვების სამინისტრო ხელმძღვანელობს და მისი მიზანია ისეთი დამოუკიდებელი ალიანსის შექმნა, რომელიც ჩინეთის გვერდისავლით შეძლებს იშვიათი მეტალების მოპოვება გადამუშავებას. როგორც ირკვევა ოფიციალური ნიუ-დელი, იმ შეთანხმების პრინციპით ხელმძღვანელებს, რომელიც გერმანიასთან იანვრის თვეში დაიდო და ძირითად დებულებას მოიცავს. ერთი რომ ხელმოწერები მესამე ქვეყნებში მოპოვებისა და გადამუშავების პროექტებს ერთობლივად დააფინანსებენ და განავითარებენ. მეორე კი ის არის, რომ მოკავშირე სახელმწიფოები ძვირფას მეტალებით ერთმანეთთან შეღავათი ან ფასად ივაჭრებენ. პრემიერ-მინისტრ ნარენდრა მოდის ადმინისტრაციაში განმარტავენ, რომ ამ ნაბიჯით ინდოეთს დივერსიფიკაციის პროცესის დაჩქარება და შიდა ინდუსტრიული მოთხოვნის დაკმაყოფილება სურს. ოფიციალურ ნიუ-დელიში აცხადებენ, რომ ახალი სტრატეგიული პარტნიორობების გაფორმება გააძლიერებს ინდოეთის პოზიციებს გლობალურ ბაზრებზე და ხელს შეუწყობს ჩინეთზე დამოკიდებულების შემცირებას.